ჯენზის თავისებურებებზე როცა ვლაპარაკობდით, თქვით, რომ ეს ხალხი მობილურით ხელში არის გაზრდილი და ლამის დაბადებული, ხო? მაგას აქვს მეორე მხარე, ცოტა ბნელი მხარე, რომ სოციალური უნარები ჯენზის თაობის არის ძალიან დაბალი. ანუ კონტაქტში შესვლა, პირადად ხალხის გაცნობა, უცხო გარემოში ადაპტაცია სერიოზული პრობლემაა. ისევ, რა თქმა უნდა, არის გამონაკლისები, არის ხალხი, ვინც ისწავლა ეს ყველაფერი, მაგრამ სტატისტიკურად ძალიან უჭირს. ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ ეს არჩევის პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და გასაგები უნდა გავხადოთ წინასწარ და ყველაზე მაგარი კომპანიები პირდაპირ აი ლამის წუთზე გაგიწერენ კონფერენციასავით, რომ პირველი 15 წუთი აქ მიხვალ და ბეჯს აიღებ, მეორე 15 წუთი დარეგისტრე, მესამე 15 წუთი ვხატავთ, მეორე 15 წუთი ამაშვებით, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანი როცა ფიქრობს, რომ სადღაც უცხო გარემოში უნდა წავიდეს, ეწყება ღელვა, რაც უფრო მაღალი პასუხისმგებლობის ადამიანია, მით უფრო მეტი ღელვა აქვს და დიდი შანსია, რომ საერთოდ არ მოვიდეს. იმიტომ რომ თქვას, რომ უინტერესო იქნება, საშიშია, ამდენ ხალხში რა მინდა, მასობრივი ისა ესა, ხო? ამიტომ წინასწარ ცნობილი და გარკვეული ის უნდა დავახვედროთ. მეორე, მოკლედ, ესენი არიან, გარდა იმისა, რომ მობილურით ხელში გაიზარდნენ, არიან მოთამაშეები, გეიმერები, ხო? და ეს გეიმერი თამაშზე არის მომართული და ყველაზე კარგად რეაგირებს, რომ აი შეჯიბრი გვექნება, აბა ვინ უფრო მეტ რაღაცას დაასახელებს, ან გამოიცნობს, ან სერიალის გმირებს, მიამსგავსებს რაღაცები. მოკლედ, ჩვენ და მოვახერხოთ, რომ ეს ჩვენი რეკრუტმენტის პროცესი, თუნდაც სტაჟორებისთვის, თუნდაც იმისთვის იყოს რაღაცნაირ თამაშით, ლამაზი მუსიკით, მსუბუქი, არა დამსტრესავი, არა მკაცრი ძიებით და დეიდებით, არამედ რაღაცნაირად ძალიან super friendly რა. ეხლა ეს არ გეუბნება, რომ აიყვანე ვინც არ მოგწონს. ვინც არ მოგწონს, ნუ აიყვანა, რატო უნდა დასტრესო? ხო, ისე გავარკვიოთ, იქნებ ვინ მოგწონს და ვინ არ მოგწონს. ანუ თვითონ რეკრუტმენტის პროცესი თანამედროვე სიტუაციაში ამბობენ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად სტრესული, რაც შეიძლება გამჭვირვალე, გასაგები. ეხლა ეს არ ნიშნავს, რომ რთული დავალები არ იქნება. ანუ არასტრესული ისე არ გაიგო, ეხლა ბუღალტერი თუ არის და ბუღალტერიის გამოცდა ჩავაბარებინო, ან ინგლისურის გამოცდა ჩავაბარებინო, უნდა ჩავაბარებინო გამოცდა, მაგრამ ოპალა ბუღალტერიის გამოცდა გაქვს უცბად მოულოდნელად ეგრე არა რა. ანუ დაგეგმილად მოემზადება ეს ადამიანი და შენეთქვი, რომ პირველ დღეს ამ გამოცდას აბარებ, მეორე დღეს უნივერსიტეტის გამოვლილი აქვს, სკოლაც გამოვლილი აქვს, ძალიან კარგად იცის. ოღონდ აი ეს უეცარი რაღაცები, ვიღაცა შემოვიდა და უცებ შეკითხვები დამიშვა, მოკლედ ეგრე ვერ ოპერირებენ და ჩვეულებრივ გამოდიან წყობრიდან, ხო? ეხლა ზოგ კომპანიაში შეიძლება ეს მეთოდი გქონდეთ, რომ ჭირდებათ, რომ აი სტრესის ქვეშ როგორ ოპერირებ და ასე შემდეგ. რა ვიცი, თავის საქმე თვითონ იცის მაგ ხალხმა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოსაწონი და სასიხარულო, ესე იგი ჯენზისთვის ეგეთი შერჩევის პროცესი არ იქნება. ეს არის მოკლედ პირველი, რაც შეიძლება წინასწარ გარკვეული ლამაზი საყვარელი თამაშით პროცესი. ეხლა მეორე ასპექტი არის ესეთი, რომ ჯენზი იმდენ განსხვავებული თაობაა და ბავშვობიდან იმდენ განსხვავებული იყო, რომ ოჯახშიც, სკოლაშიც და მე უნივერსიტეტშიც ამ ხალხის გამოსწორებას ცდილობდა ყველა ბრჭყალებში. ანუ მილენიალურ ჭკუაზე მოყვანას, ასე ვთქვათ და ვიღაცა არ გატყდა და არ გატყდა მათ შორის, იმიტომ რომ მშობლებმა ხელი შეუწყეს და უთხრეს, რომ შენ იყავი როგორიც ხარ და შენ რისიც გჯერა ის გააკეთე და როგორც შენ გინდა, ისე უფრო თავისუფალ გარემოში გაიზარდა ერთი ჯენზი და მეორე უფრო სიმკაცრეში და უთხრეს, რომ მასწავლებელმა მე არაფერი მითხრას და თითი უქნიეს, ხო? სამწუხაროდ, ხო და სამწუხაროდ ამ ხალხმა თავისი מחმილი გონებით ისწავლა, როგორ მოგაჩვენოს თავი სხვანაირად. ხო? და მე ვამბობ, რომ გააფერისტდა, ესე იგი, შეიძლება ცუდად ნათქვამია, მაგრამ აი მზად არის, რომ მოკლედ სწორი პასუხები გაქცეს შეკითხვაზე. ფიქრობს სხვა რამეს, შენ გეტყვეს სხვა რამეს. მაგალითად, ფიქრობს, რომ 6 თვე გაჩერდება ამ სამსახურში და მე სადღაც გადავა, მაგრამ გეტყვის, რომ ძალიან მიყვარს და ჩემი მოწოდებაა და სულ თქვენთან ვიქნები და თქვენ სახელს ლოცულობდი, ხო? და მეც შემხვედრია ასეთი ხალხი და ყველა დამსაქმებელს. ეხლა უყურე პრობლემა სად იქმნება. შენ თუ ხარ მილენიალი რეკრუტერი, ან X თაობის რეკრუტერი, სხვა თაობის ვერ იქნება. და ადამიანი, როდესაც მოდის და შენ მოსაწონ რაღაცებს ამბობს, ის ადამიანი მოგწონს და იტყვი, რომ აგა შენ ღმერთმა აგერ წესიერი ბავშვი, თუ ახალგაზრდა, რომელსაც აი თურმე დისციპლინაც აქვს, თურმე ჩვენი კომპანიაც მოსწონს და საერთოდ
ისა და რიგში კი იდგა და გველოდა, მაგრამ არ შეწუხებულა და ასე შემდეგ და მოიწონებენ ამ აფერისტს მოკლედ რა. ეხლა ვინც არ გააფერისტდა, ის არის ძალიან ხშირად კრიტიკული და მე ვისთანაც ვმუშაობ, ვურჩევ, რომ პირდაპირ აჩვენეთ იქვე გასაუბრებაზევე, აჩვენეთ თქვენი YouTube არხი, თქვენი საიტი, ოფისი და ათვალიერებინეთ, მე თვალებში ჩახედა და კითხეთ, რომ როგორ მოგეწონა. თუ არის წესიერი ჯენზი, იტყვის, რომ არ მომეწონა რაღაცეებზე. იტყვის, რომ ეს მომეწონა ოფისის გარევ მომეწონა, მაგრამ საიტი არ მომეწონა. YouTube-ის ვიდეოები ძალიან გრძელია. ის წვერებიანი კაცი ნელა ლაპარაკობს, ის რაღაცა ის. ეხლა უყურე, ეს რეკრუტერი თუ ამისთვის მომზადებული არ არის, ნერვები ეშლება, რომ შენ 20 წლის ესე იგი იმას მიწას არ აცილები ხარ, ასე ვთქვა და რას გვიკრიტიკებ და რაღაც მოდიხარ. ხო? ეგ ხო ლოგიკური შეკითხვაა, თუ არაფერი არ მოწონს, რატომ მოდის ჩვენთან სამუშაოდ? ესე იგი ფულისთვის არ არის ეგრე, რომ კითხო, ეს შეკითხვა რომ დაუსვარო, თუ არ მოგწონს ჩვენი საიტი, რატომ მოდიხარ, გეტყვის, რომ ახალი რო გავაკეთო, იმიტომ მოვდივარ და შევცვალო. YouTube-ის გრძელი ვიდეოებიდან TikTok-ის მოკლე ვიდეოებზე გადაგიყვანოთ მაგალითად და თუ ჩვენ ეს მზადყოფნა შინაგანად გვექნება, მაშინ შანსი აქვს ამ ჩვენ წესიერ და პატიოსან ჯენზის. აი ჩვენი ისტორიიდან, ჩვენი Flow Starter-ის ისტორიიდან ერთ-ერთი ადამიანი, ერთ-ერთი წინა ნაკადში, რომელმაც ყველა შემფასებლისგან, ყველა მსაჯისგან უმაღლესი შეფასება მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა 120 ადამიანში, პირადად რო გავესაუბრე, უთხარი ეს ამბავი, რომ აი შენ მეთქი პირველ ადგილზე გახვედი, ყველას ყველაზე მეტად მოეწონა, თქო და რა კარგია, მოკლედ ყოჩახ შენ და ისა. და ესე იგი ჩაფიქსდა და თქვა, რომ რა უცნაურიაო, არადაო, არ მოვდიოდიო, აი ბოლო მომენტშიო მეგობარმა დამაძალაო, იმიტომ რომ აი ჯერ დავაპირე წამოსვლა, მერე არ დავაპირე. ეგ ძალიან დამაინტერესა, რომ ჩვენ თუ ასე ძალიან მოგვეწონა, რატო არ მოდიოდა ეს ჩვენი მოწონებული ადამიანი? კითხე, რომ რატო არ მოდიოდი თქვენ. მე ვთვლიო, რომ ორგანიზაციის რესურსებს თუ ხარჯავ, მაგალითად სტაჟირებაზე, უნდა დარწმუნებული იყო, რომ იქ მუშაობა გინდა, იმიტომ რომ სხვანაირად რაღაც მოტყუება გამოდის, რომ ფაქტიურად აიღებ შენ რაც გჭირდება და იმათ არაფერი არ რჩებათ რა. და მე არ ვიყავი დარწმუნებულიო, რომ თქვენთან მუშაობა მინდოდაო და ამიტომ თითქმის ვარი ვთქვიო და ეხლა წარმოიდგინე ესეთი ოქროს ადამიანი, ასეთი მაღალი პასუხისმგებლობი. ეგ გინდა ზუსტად რა. და რა ვიცი, თქვას, რომ არ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენთან მუშაობა მინდა. ხო, ეგ უკეთესი თანამშრომელია, ასე ვთქვათ, ვიდრე ვინ მოგატყუებს და გეტყვის, რომ უნდა შენთან მუშაობა და მაგის მეორე მაგალითი მქონდა, ესე იგი ისიც ჯენზია, ისიც ჭკვიანია და რაღაცეებს, ესე იგი რავი, მაბოლებს ჟარგონით რო ვთქვათ, რომ სულ თქვენ ვიდეოებს უსმენ და როგორ მიყვარს და მამშვიდებს და რაღაცეები და რა ვიცი, მეც ხო ადამიანი ვარ და ეს ეგო იმაშვება, რომ აი რა კარგია ისა და მე ვხვდი, რომ არაფერი ტყუილია, ჩვეულებრივი ტყუილია მიმართული მიზნის მიღწევაზე. გასაგებია მიზანდასახული ადამიანია, გასაგებია ჭკვიანია, მაგრამ ეს ის არ არის და ბევრი კომპანია, ვინც ეს აფერისტი ჯენზიკები აიყვანა, ერთ-ორ თვეში ამბობს, რომ ეს აფერისტია, რაღაცეებს მატყუებს და მე ვეუბნები, რომ ვაკანსიაში გეწერა, რომ აფერისტი გინდოდა და აბა ვინ მოვიდოდა, ხო თვითონ შერჩევის პროცესი გაქვს ისეთი, რომელიც აახალისებს ტყუილს და მაამებლობას, რომ აი ის გითხრას, რისი გაგონებაც შენ გინდა, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მესამე ძალიან კრიტიკული შერჩევისას არის ოპერატიული კომუნიკაცია. ეს ხალხი მოთმინება არ აქვს, აი მართლა არ აქვს და ვერ უძლებს დიდხნიან შუალედებს კომუნიკაციაში და სამწუხაროდ რეკრუტმენტის პროცესში დაგირეკავთ არის უვადო, როდესმე დაგირეკავთ. ესე არ ოპერირებს ჯენზი, უნდა უთხრა, რომ დაგირეკავთ დღეს თუ არ დაგირეკავთ, დაგირეკავთ ხვალ და მოკლედ სწრაფად უნდა მიმდინარეობდეს პროცესი, იმიტომ რომ ადამიანს ეფიქრება, რომ თუ ვჭირდები ამ ხალხს, თუ არ ვჭირდები, რატომ იყვნენ, თუ ვჭირდები, რას ელოდებიან, ხო? და რამდენი კანდიდატი ყავთ და ყველა ერთნაირი როგორ არის, რომ სამი კვირა უნდა გადაწყვიტონ და პრობლემა კიდე ჩვენ ვიცით რაშიც არის, რომ მენეჯერმა ვერ მოიცალა, სხვა პრიორიტეტები აქვს და ასე შემდეგ, ხო? არ გამოვა ეგრე რა. გავიფუჭებთ თავს. ანუ პროცესი უნდა მიდიოდეს ძალიან სწრაფად. თუ გინდა 10 ტესტი დააწერინე და 20 გამოწდა, მაგრამ ჩქარ-ჩქარა და წინასწარ განსაზღვრული სცენარი და აი დაგირეკავთ ან არ დაგირეკავთ, მოკლედ არაფრით არ
მუშაობს ამას წინათ რაღაც სივრცეში იხილებოდა, რომ აი რა საშინელებაა, როცა არ დაგირეკავს, უარსაც არ გეტყვიან, უარსაც არ გაღირსებენ, ხო? და იმ დამსაქმებელს შეიძლება ეჩვენება, რომ შენ აღარ ჭირდები იმ მომენტში, მაგრამ შენი მოსაზრება ხო ჭირდება, რეპუტაცია ხო ჭირდება და მე სხვებსაც ეტყვი, შენი მეგობარი რო გეტყვის, რომ იქ ვაგზავნე, გეტყვის, რომ იქ არ გააგზავნო. იმიტომ რომ არასდროს პასუხს არ გაღირსებენ სიტყვაზე, ხო? ამიტომ აი ეს პროცესი რო მიმდინარეობდეს სწრაფად და ოპერატიულად და პასუხს უბრუნებდეთ და შეკითხვაზე პასუხს ვცემდეთ, რომ რა სტატუსია, რა ხდება ჩემ თემაზე, მოკლედ HR-ებს გაცილებით უფრო customer friendly მოუწევთ რომ გახდნენ და რეკრუტერებს ვიდრე აქამდე იყვნენ თუ გვინდა რომ მოვახერხოთ სწორი და კარგი ჯენზიების შერჩევა და კიდევ ერთი რამე მინდა დავამატოთ ეს ყველას ეხება ეს მარტო ჯენზის არ ეხება ესეთი ფრაზა არის რომელსაც მე ვიხსენებ რომ hire for personality and teach skills რა ანუ სწორი ადამიანი უნდა იყოს სწორი პრინციპების ადამიანი შეიძლება იმას მარკეტინგის გამოცდილება არ აქვს და ისე მაგრამ რისი გამოცდილება, ცხოვრების გამოცდილება ხო აქვს 20 წლის ადამიანსაც, 18 წელი აქვს ნაცხოვრები, ოჯახში, სამეგობროში, სკოლაში, უნივერსიტეტში და ასე შემდეგ და ამიტომ ჩვენ თუ სწორ რაღაცებს მივაქცევთ ყურადღებას, მოვახერხებთ, რომ სწორი ადამიანი გვედგეს გვერდით. სწორი ადამიანი ყველაფერს გააკეთებს, რომ კომპეტენციაც აიმაღლოს და ასე შემდეგ. სადაც მზა პროფესიონალი გინდა და ჯილდოები ქონდეს მიღებული, პირდაპირ ეძებე ეს ჯილდოებიანი, მაგას რეკრუტმენტი არ ქვია, მაგას ჰედჰანტინგი ქვია, პირდაპირ და მიხვიდე და უნდა უთხრა, რომ ოდიდო ნინო, შენ მინდა რომ ჩემთან იმუშაო და ეგ სხვა პროცესია და სხვანაირად მუშაობს რა. და როდესაც შენ ამბობ, რომ მე შედარებით დამწყებს ვეძებ, უნდა ეძებო სწორი ადამიანი. არ უნდა ეძებო დიპლომი, არ უნდა ეძებო სერტიფიკატები, იმიტომ რომ სწორ დიპლომიანი არასწორი ადამიანისგან რა ხეირია, არაფერი ხეირი არ არის. მე უამრავი დრო და ენერგია იხარჯება ამ არასწორი ადამიანების მერე.